ზუსტად 6 თვის წინ, როდესაც ტრამპმა ფაშინიანი და ალიევი თეთრ სახლში მიიწვია და მაშინ რომ ვამბობდი, რომ ამ გათვლით რა პროექტიც მანდიდებოდა არის წმინდა წყლის ახალი კოლონიალური მიდგომა კავკასიაში, მაშინ თავს დამესხნენ შიგევროპელები და ლიბერალები და მითხრეს, რომ აგერ ამერიკა უკვე სომხეთთან და აზერბაიჯანთან საუბრობს, ამ დროს სად არის საქართველო? ხო, ის საოცრებაა, გავიდა 6 თვე და ტრამპის მარშრუტის, ანუ ეს არის პროექტი, რომელიც დაიდო დაახლოებით 6 თვის წინ აგერ დეტალები ახლახანს გასაჯაროვდა. ამ მარშრუტის დეტალების თანახმად სომხეთი აშშ-ს მოგების 74%-ს გადასცემს, დანარჩენი 26% კიდე სომხეთს დარჩება. ეს იცით რას ნიშნავს? ეს არის ის, რომ ამერიკისთვის სომხეთი გახდა ახალი კავკასიური კოლონია. მეგობრებო, ძალიან საინტერესო ამბები მოხდა ეხლა, იმიტომ რომ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და მარკო რუბიო ერთმანეთს შეხვდნენ თეთრ სახლში და წმინდა წყლის გარიგება შედგა, რითიც სომხეთი გახდა ამერიკის ვასალი კავკასიაში. ძალიან საინტერესო განხილვა უნდა მოგასვენებთ ახლა დეტალურად და გითხრათ თუ დიდ იმპერიებს რა გავლენები აქვს და რა მიზნები აქვს და რა ამბიციები აქვს საქართველოსთან მიმართებაში. როგორ უნდა ვიყოთ ფრთხილად და როგორ უნდა დავიცოთ ჩვენი ინტერესები. ასევე დალაიქე ვიდეო, გამოიწერე არხი, გაუზიარე მეგობრებს, შეგიძლია გამოყვე Instagram-ზე, რომლის ლინკი აღწერაში მითითებული, სადაც ყოველდღიურად ძალიან აქტიური ვარ და შეგიძლია გაკეთო დონაცია და დაეხმარო არხს განვითარებაში. ეხლა რა მოხდა? პირველი მეგობრებო, აი მოდით წაგაკითხოთ. შეგახსენებთ პირველ რიგში, შეგახსენებთ რომ აგვისტოში ვიდეო მე უკვე მიდევს ამ თემასთან დაკავშირებით, სადაც საფუძვლიანად განვიხილე ეს ყველაფერი და საკმაოდ დაახლოებით 100,000-მდე ნახვა ქონა და მადლობა ღმერთს, საქართველოში ნორმალურად მოზროვნე ხალხი უფრო მეტია, რომ ამ გარიგების, რომელიც რაღაც ძალიან თეატრალური დრამის ფონზე წარიმართა, სინამდვილეში არის კოლონიალური მიდგომა. და აგიხსენთ რატომ. ეხლა უყურეთ, აგვისტოში როგორ იწყება მოვლენები. ტრამპის თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანს 200%-იანი ტარიფებით დაემუქრა, ისინი თუ არ შერიგდებოდნენ. ეხლა უყურეთ, როგორ აღიქვეს ეს ყველაფერი ქართველმა ლიბერალებმა და ზოგადად მემარცხენეებმა, რომ თურმე ხა ტრამპს ადარდებს სომხეთი და აზერბაიჯანი იქნებიან თუ არა ერთად. აი სულ ცალფეხზე რო კიდიო. აქ გათვლა იყო ტრიპ, რომელიც არის ტრამპის ახალი შეთანხმება. პირდაპირ ტრამპის სახელი ქვია ამ პროექტს, რომლის თანახმადაც აქ არის საუბარი ხა ზანგეზურის დერეფანი, აქ უნდა გაიაროს ძალიან დიდმა ტვირთებმა 2030 წელიდან როგორც თურქული მხარე იტყობინება ეს მარშრუტი უნდა აღდგეს, უბრალოდ დააკავშირონ ერთმანეთს აზერბაიჯანი და თურქეთი, რითიც საკმაოდ ძალიან დიდმა ტვირთებმა უნდა გაიარო და ეხლა რა თქმა უნდა ამ გარიგებაში ყველაზე დიდი მოგება ვის რჩება ეხლა თქვენ გონიათ თურქეთს, აზერბაიჯანს, სომხეთს, არა, პირდაპირ ამერიკას. ეხლა უყურეთ, მარკო რუბიო ჟურნალისტებს განუცხადა. ფიქრობ, ტრიპ ანუ ესა ტრამპის შეთანხმება ნამდვილად გახდება მსოფლიოსთვის მოდელი იმისა, თუ როგორ შეგეძლიათ გახსნათ საკუთარი თავი ეკონომიკური აქტივობისა და კეთილდღეობისთვის. ვაიმე, როგორი შთამბეჭდავი მიდგომა არის რა. როგორი ლაქუცობა და როგორი სახის დიპლომატიურად გამართული აი მზაკრობადებს ეხლა ამ ყველაფერში. მოდი შემდგომი სკრინი გავხსნათ ეხლა და გავაგზავნოთ. ეხლა უყურეთ 2025 წლის 8 აგვისტოს დღეს, როდესაც მე ვიდეო ჩავწერე ამასთან დაკავშირებით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივით ვაშინგტონში შედგა სამშვიდობო სამიტი. ხალხო, ამბა ეხლა საომარი არ შედგებოდა. აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების მონაწილეობით, რომელზეც ხელი მოეწერა როგორც სამმხრივ, ასევე ორმხრივ შეთანხმებას. ამავე სამიტზე გამოცხადა სატრანსპორტო დერეფნის პროექტის სახელწოდებით ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის. ნახეთ როგორი ესე თქვა ძალიან საყვარელი სურათია დაბლა არა მიძღვნილი ფაშინიანი, რომელიც თავკეთარი სტორებით გამოირჩევა, Instagram სტორებით გამოირჩევა, ხან მაიკლ ჯექსონს უსმენს, ხან ბოჰემიურ რაფსოდიას განიხილავს, რაღაცა აგერ ალიევი, რომელიც არის ყურმოჭრილი მონა ერდოღანის. რა საინტერესო შეთანხმება შედგა და ქართველ იმათ რა ქვია მემარცხენებს ეგონათ ესეთი რაღაც რომ ნახეთ სომხეთი და აზერბაიჯანიც კი ხალხო რომ მივიდნენ ამერიკასთან ამ დროს საქართველოს რას შვება. ეხლა უყურეთ და გუსამართლო დეტალები რა არის ხალხო, ეხლა მინდა ეს ყველაფერი განახებთ, ეხლა კიდე მე ძალიან საინტერესო არგუმენტი მაქვს კიდე ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს მინდა გაიგოთ. მოდი პირველ რიგში დავიწყები მით რომ დაახლოებით 1 კვირის წინ, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები შეიჭრა ვენესუელაში, ჩამოაგდო ნიკოლას მადურო და ტრამპი გახდა ვენესუელის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი, ამერიკამ 4 მილიარდი ბარელის, ანუ ღირებულების ნავთობი გამოზიდა ვენესუელადან. შეიტანა ამერიკაში და მხოლოდ 15, დაახლოებით 16% დაუტოვა ვენესუელას, ეგეც ამერიკის კონტროლ ქვეშ არის და გადაეცემა ადგილობრივ სატელიტურ პარტიებს, რომლებიც
იცეკვებენ ტრამპის დაკრულზე უნდა იცეკვენ რა თქმა უნდა, თორე ისე მაგასაც ვერ გააკარებენ. იმიტომ ტრამპმა თქვა, რომ ეს არის ჩვენი ამერიკელი ხალხის ნავთობი, რომელიც ვენესუელა მოგპარავ მე რა რომ მე ვენესუელას ტერიტორიაზე ვის, ოდესღაც ამერიკელმა დადგა ფეხიო. ანუ ხალხო ნახეთ არც ერთი დიდი სახელმწიფო თქვენ როგორც თანასწორს ისე არ აღიქვავთ. ხა ეს მინდა ყველა მხრის გასაგონად იყოს ახლა. კინა ოპოზიციური იყოს, კინა ანუ ნიშნულობა არ აქვს აქ. მარტივ ჭეშმარიტებას ვამბობ. ამერიკა იქნება ეს თუ სხვა სახელმწიფო, ანუ დიდი, ამერიკა ამის ნათელი მაგალითია, ხო? ისინი უყურებენ არათანასწორად და როგორც კოლონიალური მიდგომით პატარა ქვეყნებს, როგორებიც არიან მაგალითად მოლდოვა, რუმინეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ნიშნულობა არ აქვს. ეხლა უყურეთ, საქართველოს რო ამდგარიყო და ჰოი დონალდ ტრამპ რა საოცარი ხარ, რა თქმა უნდა ტრამპის ბევრ პოლიტიკაში ვერ ვეთანხმებით და მადლობა ღმერთს რომ ტრამპი მოვიდა ამერიკაში, იმიტომ რომ სოფლიო შეიცვალა ამით. რაც საქართველოსთვის უკეთესი იყო, მაგრამ ეს ხო არ ნიშნავს ახლა ის რომ რადიკალები უნდა ვიყო და ტრამპი რახან კარგია, მაგალითად ვოუკიზმთან ბრძოლაში, ან სიტყვაზე იმით რომ არალეგალ მიგრანტებს ებრძვით, ამით მაგარია საქართველოსთვის, არა რა თქმა უნდა, ხო? მაგრამ ესტაბლიშმენტი შეცვალა ჩვენს მტრებს გამოუცხადა ომი, რაც ასევე დადებითია, მაგრამ ეს იმას ანიშნავს, რომ ტრამპი დილით რო იღვიძებს საქართველოს უყვარს. ხალხნო, გაიღვიძეთ. ნებისმიერი, ანუ აქ საუბარი აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებზე. ის აღიქვავს ნებისმიერ მის ეგრეთ წოდებულ მოკავშირეს როგორც ვასალ სახელმწიფოს. აბა არ გაეკეთებინა ფაშინიას ან ალიევს ის რაც ტრამპმა მათ თეთრ სახლში წარუდგინა. აი მეორე დღეს როგორ გამოცხადებოდნენ ისინი დიქტატორებად და იმათ რა ქვია ბოროტებად, აგერ დაგანახებდით მაგას. 200%-იანი ტარიფით დაემუქრა იმის ფონზე თუ თქვენ არ შერიგდებითო. ანუ მოდი ეს გადმოვთარგმნოთ ახლა ეს ყველაფერი, ბევრს არ ესმის ეს ყველაფერი. ანუ ტრამპი დაემუქრა იმის გამო თუ არ შერიგდებით და ჩვენ დაკრულზე თუ არ იცეკვავთო, ანუ ამოგახჩოთ სანქციებითო. დასეც მოხდებოდა ახლა. ამიტომ ფაშინიანი და ალიევი იძულებული იყვნენ ჩასულიყვნენ თეთრ სახლში და მოეწერათ ხელი, არ მოეწერდნენ და მაგათი აჯობებდო. მაგრამ აქ რო საქართველოს ფიგურირებს იმაში, რომ საქართველოს პოზიციონირებს, საქართველოს ყავს თავისი მოკავშირე ჩინეთი, რომელიც ამჟამად არის აბსოლუტურად გასუსული, რომელიც აკვირდება ძალიან ბრძნულად ყველა იმ მოვლენებს, რაც ახლა მსოფლიოში ხდება. და ჩვენ ძალიან კარგად ხვდებით, რომ ამერიკის ეს იმპერიალიზმის ის არის მიტრიალებული ჩინეთის დასამცხრობა და აქ ჩინეთი ძალიან სტაბილურად დგას თავის ქვეყნებში, განსხვავებით რუსეთისგან, რომელიც თმობს და პოზიციებსთან თმობს ახლო აღმოსავლეთში მაგალითად, თუნდაც ლათინო ამერიკაში. ანუ აქ ვიღაცები ჩვენ გეუბნებოდნენ, რომ პირდაპირ მივარდით თეთრ სახლის კარზე, ჩამოეკიდეთ პირდაპირ და თქვით, რომ დონალდ ტრამპ გვიშველე და გაგვან თავისუფლე. არ ხდება ესე მეგობრებო. საქართველოს ძალიან ჭკვიანური პოლიტიკა ითამაშა. რომ პოზიციონერობა ირჩი აქ. ჩინეთი ნაწილობრივ, ამერიკის შეერთებული შტატები არაფორმულად დიპლომატიურად, ისრაელთან დავალაგეთ შესანიშნავი ურთიერთობები გვაქვს. ევროპაში, აღმოსავლეთ ევროპაში აგერ უნგრეთის სახით, რომელიც არის ამერიკის პირდაპირი მოკავშირე და დონალდ ტრამპი ძალიან დიდ პატივს სცემს ორბანს და ეს არაერთხელ უთქვამს საჯარო განცხადებებში. ისრაელთან დარაგება რო ნიშნავს ამერიკასთან ირიბად დალაგებული გვაქვს ურთიერთობები, ესეც ძალიან კარგი პლუსია, იმიტომ რომ ისრაელი და ამერიკა პრაქტიკულად არიან განუყოფელი ნაწილები ერთმანეთისგან. და საქართველოს რომ არის ჩაწოლილი საგარეო პოლიტიკაში და მანევრირებს ძალიან რბილად, ისე რომ არავის არ აღიზიანებს, არ წარმოქმნის ისეთ სახის უსამართლო ქმედებებს, რითიც მიიქცევს საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ამ დიდი იმპერიების ყურადღებას, რომელიც არის საკმაოდ ნორმალურად ზის, აქვს საკუთარი განვითარება, საკუთარი წინსვლა და არ იქცევს ამ იმპერიების ყურადღებას. რაც არის იდეალური, იმიტომ რომ შენ ახლა დღეს მაგალითად ამერიკა გჭირდება, ხოლმე შეიძლება ისევ ევროპა დაგჭირდეს, ზეგ შეიძლება ჩინეთი დაგჭირდეს ისევ. ანუ პოლიტიკა, როდესაც პატარა ქვეყანა ხარ, პოზიციონერობა და ლავირება არის შენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი, მეგობარო. ანუ ის კი არა რომ ეხა მე მინდა რაღაც და ესე იყოს, არა, ეს არის ყოველდღიურობის ნაწილი. შენ არ ხარ ის გაბარიტების ქვეყანა, რომ აირჩიო შენი მოკავშირეები შენი სურვილისამებრ. შენ ვალდებული ხარ გაყვე ამ დინამიურ მსოფლიო საგარეო პოლიტიკას, რომელიც ყოველდღიურად იცვლება. აგერ ამდენი ბომბია ჩვენ გარშემო, ხო, აგერ ირანში რა ხდება 50000-ზე მეტი ადამიანია, ისა რა ქვია, გარდაცვლილი აქციებზე, რომელზეც კიდე ჩავწერა რა თქმა უნდა ვიდეოს. აგერ ტრამპი ემუქრება ეხა კუბასა და კოლუმბიას, რომ იქაც რეჟიმებია და ესე ვთქვათ შესაძლებელია. აგერ რა ხდება ისრაელი ემუქრება ირანს.
აგერ უკრაინა რუსეთში, აგერ ყურიზირში რა ხდება. იქ აგერ დანიას როგორ უტრაკებს ამერიკა და როგორ არგოს საერთაშორისო. ანუ ნახეთ, ყოველდღიურად იცვლება, ხვალ შეიძლება გაგიღვიწოთ ახლა და დააგხვდეთ, რომ ამერიკელმა სამხედროობა დაიწყეს სამხედრო ოპერაცია გრენლანდიის კუნძულზე. მითხარით ვინ ახმის გამცემი მე რა. არავინ საერთოდ. რატო? იმიტომ რომ ამერიკა არის სუპერსახელმწიფო. ეხა მე ხალხნო აი ძალიან მარტივ ჭეშმარიტებას ვამბობ ხადახადა მე ანუ არ საუბრობ სპეციალურად რა იმპლემენტაცია, სუბლიმაცია, პოლიტიკო არ საუბრობ მაღალი დონის პოლიტიკური ტერმინები, იმიტომ რომ მინდა რომ ყველასთვის გასაგები იყოს ეს ყველაფერი, ხო? ანუ მარტივ ჭეშმარიტებას ვამბობ. იმპერია შენ თანასწორად არ აღიქვავს. გინდა მონა იყავი ხა. მე ამერიკა და ტრამპი იმიტომ მევასება რომ სოფლიოში გადააწყეს ის სხვადასხვა რაღაცეები, ვოუკიზმს დაუპირისპირდნენ, რაღაც ამერიკული კონსერვატიზმი დააბრუნეს იქ. რაღაცას დაიმსგავსა ქვეყანა და რაღაცა ის ევრობიუროკრატები და რაღაც გაერო და ეუთო და ვენეციის კომისია და ეგენი რაღაც აბსოლუტური ბლეფები იყო, დაუპირისპირდა ყველაფერზე. მიხვდა რომ USAID-ის ფულები, რომელიც იყო ამერიკელი ტაქსპეიერების მიერ, რომელიც მიდიოდა სხვა ქვეყნის ზოგი მაიმუნის სპერმატოზოიდების შესწავლაში და ზოგან აგერ შიგევროპელები რუსთაველის ქუჩაში რაშებოდნენ, ეს გამოასწორეთ რა, მან ამაზე მადლობელი ვარ, ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ ამერიკაში მართლა შეიცვალა, მაგრამ ეს ხო არ ნიშნავს იმას, რომ აი მე რა ხარ ამაში მე ტრამპი მომწონს, ეს ყველაფერში ვამართლებ. ეს არის სისულელე. ჭკვიანი პოლიტიკოსი ნიშნავს იმას, რომ ის მუდმივად ლავირებაშია, არავის არ ენდობა, აი წარმოიდგინეთ, ეს არის ცხოვრება. როგორც ვიგოდა ამ ცხოვრებაში ადამიანებს შორის არსებობს, რომ შენ რაღაც სარგებლის გამო არავინ გამარჯვებასაც აღარ გეუბნება დღეს, პოლიტიკაში ბევრად უარესადაა ეს საკითხი. უბრალოდ მემარცხენე ლიბერალებს მაგათ ჯერათ, ან მაგათ სამყაროში არსებობს რაღაც საყვარელი ფისოებისა და ლეკვების პოლიტიკა, რომ აი საფრანგეთს უყვარხარ, ორსულა შენთვის კარგია, არავის არ უყვარხარ საერთოდ, არავის. საერთოდ არავის არ უყვარხარ. შენი პატრონი არის ისა შენი ქვეყანა. და შენი მოძმეები აგერ 3 მილიონიან ნახევრიანი ქვეყანა და არშე ვინც მიდის საქართველოსთან დაივიწყე. აი, სვეტში მაგას გეუბნები. აი, როგორც ისრაელში მოვისმინე ერთ-ერთი ბლოგერი ძალიან საინტერესო საუბარი, რომ ის ებრაელები ბევრი არიან ამერიკაშიო. მაგრამ საქმეზე რომ მოხდებაო, ვინც ისრაელშია, ისინი ეომებიან ირანს, თორე ის ამერიკაში კარგად ცხოვრობენ. ანუ თქვენ ვინც საქართველოში ყავთ, იმას შეეხუტეთ, იმას მოუფრთხილით, თორე ვინც საქართველოში ტოვებს გინა ქართველი იყოს, იმას სუცალ ფეხზე კიდია უკვე ეს. ეხლა რაც არ უნდა იმან დაიწყოს, ჩაკარლოს უსმენდა და ხაჭაპურს ჭამდა, რავი, ჩემშიც ხინკალი გავასინჯე, დამიჯერეთ, ვინც საქართველოშია, იმას ადარდებს წმინდათ ეს ქვეყანა 100%-თან. დანარჩენი არის გულშემატკივარი უბრალოდ. აი ფსონებს დადება, ეს ჯობია, ეს ჯობია, ეს ჯობია, ტყუილია. ხალხო რომ მოდი ეხლა უცებ ესეც განახოთ. მოდი ყველაფერი თქვენთვის გასაგები იყოს, შემოწმებო. აგერ აი ჩავიდა. სომხეთის წარმომადგენელი და შეხვდა მარკო რუბიოს სახელმწიფო იმას და ეს ძალიან საინტერესო რაღაც არის ხა რა. ნახეთ აი როგორი სახე აქვს ეხა დააკვირდით ეხა სომხეთის წარმომადგენელს ხო? ეხა მიხვდა რომ სერიოზული პრობლემები აქვს უკვე მის ქვეყანას, იმიტომ რომ აი ყრუხივით დააჯდა ამერიკა. დაჟე ხელის გაწმენდაც კი ცოტა. Just a brief word today. We are going to sign, going to continue to work on the implementation of this agreement, which we think is an incredible example. On the one hand, it opens up Armenia for business and allows it to prosper economically, but it does so in a way. ხო, ანუ ეს შეთანხმება ხა კლასიკური სახის ტექნოლოგიები, რომელიც თენდაფიდან უნდა თქვა, როდესაც პოლიტიკოსი ხარ, ეს შეთანხმება სომხეთისა და ამერიკის ურთიერთობების გაღრმავებს, ეკონომიკური, სოციალური წინსვლები, ორმხრივი თანამშრომლობა და უცებ 76%, მე შენ 26. არა 74-26-თან. ეს არის ვასალობა. That doesn't in any way infringe upon the sovereignty of Armenia. There's no sovereignty issue here. It's respectful of their sovereignty. It's a great example. And it's also a continuator to build our bilateral relationship between our two countries, which is very strong and continues to get stronger through these agreements outside of the TRIP arrangement. And we just think the TRIP აი როგორ გატრონული უსმენს ახლა სომხეთის საგარეო მინისტრია ძალიან საინტერესოა ხო? აი სახეზე აწერია ტიპს, აი ქედან ვიკითხულობ, აი ჰაბიტუსით ვკითხულობ, რომ აი თან სომხები ხო იცი ფულთან მიმართებაში ხა როგორი თემა არის ხა. აი შეუსრულეს სომხეთს, სერიოზულად შეუსრულეს, სამწუხაროდ. მართლა სამწუხაროდ. ფაშინიანი არის ბევრ რაღაცასთან და ძალიან მოწყვლადი ფიგურა. აი ძალიან, ჯერ რუსეთარები გააკეთა, რა სისულელები აკეთა, ვერც გავიგე იქ რა იყო. მე დაკარგა ტერიტორიები, აგერ ამერიკამ ეხა ვასალად აქცია. ანუ აი ხა სომხეთისა და ქართული, აი სომხეთისა და ქართული პოლიტიკა რო შევადაროთ ხა რა. აი სომხეთისა და საქართველოს ხელისუფლება ერთმანეთს შევადაროთ.
აი წმინდა წყლის, ანუ აი ნახეთ როგორ აი შედარება, ხის შედარებას ვაკეთებ. აი ნახე, აი ბოლო 4 წელიწადში. ვინ უფრო დათმო საკუთარი ინტერესების საგარეო პოლიტიკაში? სომხეთმა, რა თქმა უნდა. დაკარგა ტერიტორიები, დაკარგა რუსეთი. და აგერ ხელ მოუწერა შეთანხმებას, რომელთაც ეგონათ ხსნელი ამერიკა და თურმე ამერიკამ წმინდა წყლის ვასალად აქცია. ზანგიზურის მოემსახურება აზერბაიჯან იმას რა ქვია თურქეთს, ამერიკა იქ იხეირებს ყველაზე მეტად და სომხეთი აი მარტივ შედარებას მოვიყვან ახლა. აი წარმოვიდგინეთ ახლა აი თქვენ სახლში მე ვატარებ რაღაც მაგისტრალს. სადაც იმ სახლში უნდა უზრუნველყოთ თქვენი უსაფრთხოება, თქვენი ლოჯისტიკა, თქვენი ეს გადამზიდი, ყველაფერი თქვენ სახლშია რა მოწყობილი. და რო თქვა ესეთი რამე, ესეთი უსამართლო რამე, რომ ჰეი, ჩემო მეგობარო, რომ მოდი ხა მე რასაც შენ სახლში გავიყვან, მოგების 80%-ს მე წავიღებ. რახან ჩემმა მატარებელმა უნდა გაიაროს. და შენ მოდი აი 20%-ს მოგცემ და ჩუმად იყავი რა, ხმა არა მოიღო რა. აი გარის. დღევანდელი პოლიტიკა ეგ არის. არა ამერიკა რასაც აკეთებს ეგ არის, მოდი ეს ვთქვათ. ანუ თანასწორად საერთოდ რო არ აღიქოვს იმენა. როდა ლამაზი სიტყვებით გელაპარაკება, აბა ეხა იმით ხო არ დაგიწყებს რა ქვია, იმით ხო არ ჩხუბს ხო არ დაგიწყებს ეხა და თუ თითისკრემაც არ ეშლება აგერ. რასაც სხვა ქვეყნებს უკეთებს, ხო? ხალხო, ამიტომ კიდევ ერთხელ გახსენებთ რა. ნახეთ ჩემი სიტყვები რო წინ ხდება და ძალიან ბევრი იმას მართლა სწორი რო ვისაუბრეს, აგვისტოში მე მახსოვს ეს პარულად საქართველოსა და თურქეთის დელეგაციებს შორის გაიმართა შეხვედრა სტამბოლში. და მაშინ იყო 8 აგვისტო იყო ხო ომიდა რო იყო გასულ პერიოდი მახსოვს ან კარგად ეს დრო და მაშინ შეხვდნენ ერთმანეთს ეს ალიევი, ფაშინიანი და ტრამპი ერთმანეთს. და ტრამპმა იკლოუნა როგორც ხელები ჩამოართვევინა აპა სომხეთი, აზერბაიჯანი, მე რაღაც აჩუქა, მე იქ ფაშინიანი იმას შეუძრა ალიევს და რაღაც აი გულისამრევის სცენები იყო. ამ დროს მემარცხენეები წერდნენ რომ აი საქართველოს არავის არ ჭირდება რა. მე საქართველოს როგორ არავინ არ ეძახის რა და გავიდა აგერ 6 თვე და სომხეთი გახდა ამერიკის ვასალი. და ეხლა უყურეთ ჩიგევროპელი მთავრობა რო ყოლოდა. ლიბერალი მთავრობა. აი მარტივად ნებისმიერი სხვა რო ყოფილიყო, ნებისმიერი სხვა. მთელი ოპოზიცია ხო ერთია საქართველოში. მთელი ოპოზიცია უბრალოდ პარტიებს შორის არის განსხვავება და DGG გადამხდელებს შორის განსხვავება არის და იმაში რა ქვია, საიდენტიფიკაციო კოდშია განსხვავება, თორე ერთი და იგივე ხო არ ნარატივით რა. ეხლა უყურეთ რა ყველა მიცემდა ამერიკას ეგრევე და დღეს საქართველოს აი აბსოლუტურად იქნებოდა ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური ვასალი. მე რომ ამერიკას არ შეუძლია გახატოს. მე ვამბობ რომ როდესაც შენ ჭკვიანი ადამიანები მართავენ ქვეყანას, მეინსტრიმში ვინც არია. ანუ შენ შეგიძლია ისეთი ლავირებები და ისეთი პოზიციონერობა დაიწყო, რომ აირიდო ბევრი რაღაც თავიდან. ეს მათ არ ესმით უბრალოდ, იმიტომ არ ესმით რომ არ აწყობთ ამ ყველაფრის გაგება. არ აწყობთ ამ ყველაფრის გაგება. და მათ მონური ფსიქოლოგია აქვთ. ემოციურად იმართებიან, გაიგეთ? ან პოლიტიკაში ემოციების ადგილი არ არის ხალხო. ანუ ემოციური უნდა იყოს, როდესაც სპიჩი გააქვს, როდესაც გამოდიხარ ტრიბუნიდან, როდესაც სოფიზმი უნდა გამოიყენო სადღაც, იმიტომ რომ სოფიზმის გარეშე ვერ იზავ პოლიტიკაში ვერაფერს, ხო? მაგრამ როდესაც ეხება გადაწყვეტილების მიღებას, იმიტომ რომ პოლიტიკა არის მართვა და მართლობა. მართვა და მართლობა ერთმანეთისგან განსხვავება. ეს არის ამბანი პოლიტიკის. ანუ გადაწყვეტილების მიღების დრო შენ თუ ემოციური გახდი და აი მე ესე უნდა თუ არ მოვიქეც ესე მოხდა, მკვდარი ხარ უბრალოდ. პოლიტიკაში ემოციური ადამიანები მალე კვდებიან. არა მარტო პოლიტიკაში ემოციური ადამიანები მალე იჩაგრებიან ცხოვრებაში. ძალიან მალე იჩაგრებიან. პირველივე რთული სიტუაცია ცხოვრებაში და კაპუტ ყველაფერი დასრულებულია. შენ თუ ხისტი არ ხარ პოლიტიკაში, საგარეო პოლიტიკაში. დასრულებულია მეგობარო შენი საქმე. შენ თუ ყვირილი დაიწყე ხა, მე ამერიკა მინდა, მე რუსეთი მინდა, მე ევროპა, მე ჩინეთი, დასრულებული ხარ. ჭკვიანი მაშინ ხარ, როდესაც დილით ერთან ხარ საღამოს მეორესთან და ამ პოზიციებს სვლი და შენი დიპლომატიური კორპუსები, რომელიც ემსახურებიან სახელმწიფო ინსტიტუტებს, ისე იყენებ, რომ არც მწვას წვავ, არც ჩამფურს. აი ეს არის ჭკვიანი პოლიტიკოსი. იმიტომ რომ შენ არ იცი ხვალზე რომ ვინ დაგჭირდება, როგორც ეს ცხოვრებაშია, ხო? ამიტომ კონფლიქტი, ომი და დაპირისპირება ეს არის უკიდურესი გზა, რომელიც შეიძლება აირჩიო. მაქამდე ესე თქვა, შენ თუ ამ დიპლომატიით დაანგრი ეს აშენებული ხიდები, ნიშნავს რომ სუსტი ხარ უბრალოდ ადამიანი. აქედან გავდივარ მე მაგას ვფიქრობ, ხა ამერიკას ეგეთი დამოკიდებულება ყველა ქვეყნის მიმართ. სირიაში აგერ ყატარიდან უნდა გაიაროს უდიდესმა ნავთობა, მილსადენმა აგერ სირიის პრეზიდენტი გახდა ISIS-ის ყოფილი წვერები მოგაპარსეს. ბიჭო, შეიყვანეს თეთრსახში დასვეს. რო სირიის პრეზიდენტია, ვის ადარდებდა სირია აქამდე 50 წელი სანქციები ედო.
საუდის არაბეთი ხვალზე აბრამის შეთანხმების წევრი გახდება. საუდის არაბეთში არ ხოცავენ ხალხს არ არის სიკვდილდაში არის, მაგრამ რატო არ ერჩიან? იმიტომ რომ დაკრულზე ცეკვავს. რთულია მის გაგება? აბა ვინმე სხვანაირად გააკეთოს რამე. ალიევი რამდენი ხანი ზის იმაში აზერბაიჯანში? ვინმეს უთქვია დიქტატორიაო? რატო? იმიტომ რომ აკეთებს იმ საქმეს, მაო კაცი. მე არ ვამბობ რომ ალიევი ცუდია, დიდი პატივისცემა მას. რომ საქართველოსთან ძალიან ბევრი ჯიგრულ რაღაცების გაუკეთებია ძალიან და დახმარებია მაგალითად ხანძრები რო ყოფილა და ეგენი აზერბაიჯანული სამაშველო ჯგუფები დახმარებიან და ზოგადად კაი ურთიერთობა არ მინდა ხა ეს არ მინდა გაიგოთ რა მე ქართველი ვარ 100%-ით ქართველი და მინდა რა თქმა უნდა ჩემ მეზობლებთან კაი ურთიერთობა სომხეთი ჩემი მეზობელია აზერბაიჯანი ჩემი მეზობელია თურქეთი და რუსეთის მაგრამ მე იმას ვამბობ რომ მე მონახვარ უნდა ვიყო ვიღაცის არა აქენა გამომდინარე ხალხო ეგეთი დამოკიდებულებებს ამერიკას ყველასთან სირია იქნება კოლუმბია ვენესუელა კუბა უკრაინა ბელარუსი მოლდოვა ანუ ყველასთან აქ ესეთი კოლონიალური დამოკიდებულება რა ბელარუსი რატო ვახსენე ხა მან დაიდო შეთანხმებების ბელარუსი ორმაგიკოვის გახდება კოლონია რუსეთის და ამერიკის აგენახეთ და არ უნდა გამოაყენებინ უბრალოდ თავი ჭკვიანურად უნდა ითამაშო ჭკვიანურად უნდა გააკეთო ეს გათვლები რა თქმა უნდა ამერიკა არის პრაიმი ხა ამერიკა არის ძალიან მაღალ სიმაღლეზე ახლა ამერიკასთან არანაირი დაპირისპირება არ გვაწყობს პირიქით დაშე იმასაც ეგონათ რომ შიგ ევროპელებს რომ ტრამპიო ვალეო ხო ახაც დაამხობსო ხელისუფლებასო და დებილებს მართლა ჯერათ რომ ხა საქართველოში არის მადურო და საქართველოში არის ასადი და საქართველოში არის ჰუსეინი რა დონის იმბეცილი უნდა იყოს შენ წარმოგიდგენია და ეს რაგდონის გამყიდველი რომ შენ აგზავნი ვიდეოებს რაღაც გაზებით დაგწამლესო, როდესაც თვითონ BBC-მაც აღიარა რომ ეს იყო შეცდომა, რომელიც აგებულია აკაცუკოების უბრალო ადგილობრივ ნარატივზე, იმაზე გიმტკიცებდნენ და იმაზე როგორც არ ვიცი რა სიტყვა გამოვიყენო მაგაზე, რადონის ცრუპენტელობასთან ტყუილთან გვაქვს ხა საქმე ძალიან რბილად ვამბობ ამ სიტყვას უარესი თქმა მინდა, მაგრამ პატივისცემა მაქვს თქვენი რომ შენ ქვეყანას ანგრევინებ უცხო ქვეყნის სახელმწიფოს ტყუილის ნარატივზე. აი ამაზე დიდი სამშობლოს მოღალატეობა არ არსებობს ამ ქვეყანაზე. მაგიტომ არ უნდა დაინდო მემარცხენეები. მაგიტომ არ უნდა დაინდო ეგენი საერთოდ. ეგენი არ იმსახურებენ ძმაო მაგას. მაგათ უნდა ახეხინო როგორც ელისაშვილი ხეხავს ახლა ციხეს. ანუ ესენი ყავს სარეველები შენ ქვეყანაში, რომელიც წამლავენ საზოგადოებას და საქართველოს არადემოკრატიული ქვეყანა იყოს დღეს ამდენი NGO, ამდენი ოპოზიციურად განწყობილი მედია არ იარსებებდა ამ ქვეყანაში. მე რო იმ დღეს რო გადავთე საჭვალს იმაშობოდი, ვჭამდი და რო გადავთე მეთქი ხა აი რა უნდა მოვისმინო, ხა აი 5 წუთში რა უნდა მოვისმინო ფორმულასგან. ისეთი სისულელები მოვისმინე უბრალოდ რომ აი არავის ამეტირა უბრალოდ ხალხო. და ეს რო ბელარუსი იყოს ახლა ეს ხო აკრძალული იქნებოდა ანუ ფორმულას არავინ არ გაუშვებდა თუ რომ მადუროს არ ყავდა აკრძალული ოპოზიციური მედიები ასაც არ ყავდა ჰუსეინს არ ყავდა ბელარუსს არ ყავს აკრძალული ყავს რატო არის საქართველოში დაშვებული შემთხვევით იმიტომ რომ უბრალოდ ასადის რეჟიმი არ არის უბრალოდ ტეხავს აი ამ ნარატივზე რო ზრდიან ხალხს ნარატივზე და მე საკუთარ ტყუილებში ხრჩობიან ჰოი რუსეთი ომსაგებდა ჰოი გათენდა მე თავარი მიმტკიცებდა რუსეთს დიდი წარმატებები აქვს უკრაინაშიო მთელი 2 წელი მეუნებოდა მთელი 3 წელი მეუნებოდა ამას რომ რუსეთი ზელენსკი ბოდიში და არის მოსკოვის მისადგომებთან გამაგრებული გენერალ პაულიოსთან და მაშტეინთან ერთად არ ვიცი ხალხო რა მე ალბათ არ ვსაუბრობ რამე რთულ ენაზე, მართლა არ ვსაუბრობ და ჩემს ნარატივში ვერც შეამჩნევთ რაღაც ისეთი სახის გაправებას, რომელიც ხდება საქართველოს ინტერესებს. მე თუ აქ რამეს ვაправებ, ეს არის მინდა საქართველოს კეთილდღეობა. უბრალოდ მინდა რომ მონები არ ვიყოთ. აი ძალიან მარტივ რამეს ვაправებ ხა. მონები არ მინდა ვიყოთ. არ მინდა შენ იყო მონა და არც მე მინდა ვიყო მონა. მე მინდა ღირსეული მოქალაქე ვიყო ამ ქვეყნის. და ღირსეული გადაწყვეტილებები მივიღო, რათა დავიცვა ჩემი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, ჩემი ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება, თვითმყოფადობა და ქვეყნის სუვერენიტეტი. აი რამე იმას ხო არ ვითხოვ, $100,000 მომეცით, მილიონი. აი ეს მინდა მხოლოდ. რომ საქართველოს შეძლოს დინამიური სწორხაზოვანი განვითარება. ამდენი ნაღმია ჩვენ გარშემო. აი უბრალოდ დაწერეთ აი ჩემს ჟელობაში რამე თუ დაინახეთ ისეთი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა საქართველოს ინტერესებს. დააფიქსირეთ თქვენი აზრი სომხეთ ამერიკის ამ გარიგებასთან დაკავშირებით და ზოგადად შეაფასეთ დიაგნოზი დავსვით აი რასთან გვაქვს მეგობრებო საქმე როდესაც აი მემარცხენეების მისამართით მინდა დიაგნოზი დავსვათ აი რადონის მონა უნდა იყო ადამიანი უბრალოდ რომ აი ვერ ხვდებოდე რომ იმპერიები უბრალოდ გიყენებენ რა და უბრალოდ რო არ უნდა გამოუყენებინო მათ თავი
რავი, ძალიან მარტივი ჭეშმარიტება ალბათ. დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, მადლობა ყურადღებისთვის, ძალიან საჭირო თემა იყო, ალბათ მიხვდით ჩემს პოინტებს, რომელიც ამ ვიდეოში დავსვი. ყველაფერი ემსახურება საქართველოს კეთილდღეობას და ჩვენთვის სუვერენიტეტის შენარჩუნებასაც არის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი. დროებით.